გამარჯობათ, ეს მეორე ჩანაწერია გოს პირველი საფეხურის ამოცანების განხილვა. ჩვენ პირველ ჩანაწერში ამ პოზიციის მსგავსი სიტუაცია განვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ ეს ერთი და მეორე ეს აუცილებელიც არის. ეს ორი პუნქტი არის საგანძო პუნქტი, რომელიც შავების ჯგუფს ორ თვალს აგებინებს. ეხლა თუ ერთ-ერთი თვალი, ერთ-ერთი საგანძო წერტილის პუნქტი შავებს დაკავებული აქვს და მათი სვლა აუცილებლად ითამაშებელი იქნება აქ და ორი თვალი აგებულია. ან პირიქით თუ აქეთა პუნქტი დაკავებულია და დაიკავებენ ამ მეორე საგანძო პუნქტს, მაშინ ცოცხალი ჯგუფი აგებულია. ორ თვალიანი ჯგუფი. მაგრამ თუ სვლა თეთრებისა, მაშინ თეთრები ითამაშებენ ნებისმიერ ერთ-ერთ საგანძო პუნქტში და შავები უკვე ორი თვალის აგებას ვერ მოახერხებენ. თუ აქ ამოავსებენ, რომ ატარისგან დაიცვან და არ მოკნას, მაშინ ამ სვლით თეთრები მოკლავენ მთელ ჯგუფს. ხოლო თუ შავები აქ მოკლავენ, მაშინ თეთრები მოკლავენ აი ქვას და ამ პუნქტში შემდეგ ეს 19 პუნქტში თეთრები შავების ჯგუფი დება. თეთრებს შეეძლოთ დაეწყოთ მეორე საგანძო პუნქტი. თუ შავები შეესწრებენ ერთი თვალი უკვე აგეს და თეთრები აქ ვერ თამაშობენ თვითმკვლელი სვლა, მაგრამ მოკლავენ მეორე ამ ქვას და აქ უკვე შავები მეორე თვალის აგებას ვერ მოახერხებენ. ვერც აქ ითამაშებენ შავები, იმიტომ რომ კვდება, ვერც აქ ითამაშებენ და შემდეგ სვლაზე უკვე თეთრები მოკლავენ შავების ქვას. შავების სვლაც რომ იყოს, თუ პირველ სვლას გააკეთებენ, როგორც მოგახსენეთ, უნდა დავიკავოთ მეორე საგანძო პუნქტი. ჯერ ეს სხვა მოკლდება, შემდეგ მოკლდება მთელი ჯგუფი. აქ თუ იქნება ერთი საგანძო პუნქტი დაკავებული, თეთრები იკავებენ მეორე საგანძო პუნქტს, შავები ვერც აქ თამაშობენ, ვერც აქ, იმიტომ რომ ერთი თვალი რჩება, ერთი დამერჩება და დებიან, თუ არა და შემდეგ სვლა თეთრები თამაშობენ. ასე თუ შავები მოკლავენ ორ თვალს, თეთრები ისევ ჩააგდებენ, ან აქ, სულ ერთია, თუ შავები მოკლავენ ამ თვალს, თეთრები გარედან დაემუქრებიან და შავების ჯგუფი კვდება. აქ თეთრების სვლისგან დაცვა არ აქვს. ეხლა მოდით გამოვინახოთ მეორე კუთხეში დაფის და დავაკვირდეთ ამ პოზიციას. შავებს თითქოს და ორი თვალი აქვთ და წესით ისეთ ეს ჯგუფი უნდა გადარჩეს. მართლაც თუ კი შავები სვლა იქნებოდა, შავები დაუყოვნებლივ ითამაშებდნენ ამ პუნქტში, შემდეგ თეთრები აქ სვლის თეთრებს რომ ჰქონდეთ ამ სვლის თამაშის საშუალება, ამ სამ თვიან ჯგუფს შემდეგ სვლაზე აქედან შეექმნებოდა ატარი და უნდა დაიცვან ეს ამოავსონ და მაშინ ჯგუფი მოკვდება. მაგრამ აქ ვერ თამაშობენ თეთრები, რადგან თეთრების სხვა კვდება, თუ გარედან დაემუქრებიან, თეთრები შეავსებენ ამას და ორი თვალი უკვე აგებულია. ეს ჯგუფი უკვე ცოცხლობს. მაგრამ მოსამზადებელი სვლა უნდა გააკეთონ ჯერ და მაშინ შავები ჩაკეტავენ და ორთვალიანი ჯგუფი აგებულია, შავების ჯგუფი ცოცხლობს. მაგრამ თუ სვლა იქნებოდა თეთრები დაასწრებდნენ ამ პუნქტში თამაშს და B17 ამ ქვას აქვს ატარიშია და უნდა დაიცვან ატარისგან. და ატარისგან დაცვის შემდეგ ჯგუფს უკვე მხოლოდ ერთადერთი თვალი რჩება. აქ თვალი არ არის.
შემდეგ სვაზე თეთრები თამაშები წყნარად, ასეთნაირად შემდეგ ასე და მომდევნო სვაზე უკვე მოგლავენ შავების ჯგუფს. და ასეთ შემთხვევაში თუ შავების ჯგუფი ისეთია, რომ მოჩვენებით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აქვს ორი თვალი, მაგრამ შესაძლებელია რომელიმე ქვას აყარი გამოუცხადდეს, აი როგორც ამ შემთხვევაში. აი ამ თვალს სრულ თვალს უწოდებენ. აი მახსოვრეთ, ეს არის სრულ თვალი. ეხლა გავუსვამოსებ ხაზს, რატომ არის მნიშვნელოვანი კუთხეში ჯგუფების მოკლა ან ჯგუფის გადარჩენაზე ზრუნვა და აი ასეთი ტიპის ამოცანებს კუთხეში სიგრძის სიცოცხლეზე სუნებოს ქვია და უამრავი ამოცანები არსებობს. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? აი დავაკვირდეთ ქვედა პოზიციას. აქ 6 პუნქტი. 6 პუნქტი აქვს შემოსაზღვრული 5 ქვას. მოდი ახლა ჩვენ მოვსვიოთ ცენტრში 6 პუნქტის შემოსაზღვრა, როგორი რამდენი ქვა დაჭირდება ცენტრში 6 პუნქტის შემოსაზღვრა. დავინახავთ, რომ 5 ქვა, არა მარტო 5 ქვა. აი, ნახეთ. 4 პუნქტის შემოსაზღვრას დაჭირდა 8 ქვა. 4 პუნქტის შემოსაზღვრას დაჭირდა 8 ქვა. ოღონდ აი 6 პუნქტის შემოსაზღვრას 10 ქვა ჭირდება. ასოდანე 10 ქვა ეს 10 სვლა არის. ესე იგი ცენტრში ქულების მოპოვება უფრო რთულია, ამიტომ თამაშს იწყებენ ხოლმე დიგაფაზე, იწყებენ ხოლმე კუთხეებიდან. ამით მეორე ჩანაწერის მთავრად მადლობა ყურადღებისათვის.